თავისთავად მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ადამიანს სხვა დარჩენა უნდა გარდა იმისა, რომ ეს არის ყოველ უსაშინლესი და მე ვფიქრობ ამაზიანი კადრები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია ის, რომ ეს საერთოდ მოხდა ჩვენ ქვეყანაში და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს არ მხოლოდ ჩემს სრულები ამ ყოველს, არამედ ორგანიზატორების შემოქმედებით, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ აბსოლუტური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესებში იყო დახმარება. ანუ დამკვეთები გარედან დაკვეთა გაქვთ ხედელობაში? მე არ ვიცი კიდევ ერთხელ ვაგროვებ, მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი. მე ვამბობ იმას, რომ ის რაც ნახე ჩვენ არის ძალიან დიდი საშინელება და აბსოლუტურად ყველა ვინც ამ თემასთან დაკავშირებით იყო ჩართული, არ ვიცი მე იყო გარეთ, ეგ იყო შიგნით ადმინისტრაციაში თუ სხვაგან სადმე, ყველა უნდა იყოს აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით დასჭირებული. თქვენი აზრით ეს სისტემური დანაშაულია თუ კონკრეტული პირების დანაშაული და რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში? მე ხელაპარაკობ მე ჩემს აღარს ამ თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ყველაზე მთავარია რომ უნდა წარიმართოს სწორად გამოძიება, უნდა იქნეს გამოძიებული თავიდანვე ყველაფერი ძალიან სწორად და სამართლიანად და ყველა ადამიანი ვინც კიდევ ერთხელ ლაპარაკობ ამ საქმესთან არის გარეული მე იყოს აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით დასჭირებული. მე კონკრეტულად უნდა გეკეთო მართლა. და გარდა ამისა მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ გიორგი კირთაძე ვისი პასუხისმგებლობის საკითხის დახელებას ითხოვს მთავრობიდან გარდა ხათუნა კალმახელიძისა? იმ ადამიანების პასუხისმგებლობა მოდადგეს ეს იქნება ციხის ადმინისტრაციიდან დაწყებული გაგრძელებული თუ ზემოთ სამინისტროში და როგორც ყოველ შემთხვევაში ვინც საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით იყო ჩართული. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ვაპარაკობ. მე არა ვარ პროკურორი, რომელმაც შემიძლია გამოვიძიოს და ზუსტად თქვა მისი არის დანაშაული. პროკურატურამ უნდა გამოვიძიოს ბუნებრივია ეს საქმე, თუმცა დასაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. ყველა ეს ანუ ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი. არის სვეტის უკითხეს. მე კიდევ ერთხელ ვაპარაკობ. არა, უნდა გადადგეს თუ არა, იმიტომ რომ შეუშლის თუ არა გამოძიებას. ბაჩო ახალაია შეუშლის თუ არა ის თანამდებობაზე დარჩენა, მის თანამდებობას დარჩენა ხელს. გამოძიებას. მე ვაპარაკობ, ეგ არის ბუნებრივია პროკურატურის თემა, გამოძიება, პროკურატურა გამოძიება წარმართოს თავისუფლად, ღირსეულად და სამართლიანად და ყველა ადამიანი, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით არის გარეული, უნდა იყოს კანონის მთელი სიმკაცრით დაჟინებული. სხვა კომენტარს შემგვარ, დავით მე მგონი, რომ უნდა მიიღო.